ნაციონალური მოძრაობა ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. საღამოშვიდობისა ბატონ გია. საღამოშვიდობისა. ბატონ გია, მე მინდა გკითხოთ თავისუფალ დემოკრატებთან დაკავშირებით დაგისვათ პირველი შეკითხვა, იმიტომ რომ ყოფილმა წევრებმა თავისუფალი დემოკრატების დღეს გააკეთეს განცხადება, რომელიც იყო თქვენი პარტიის საწინააღმდეგო. მათ თქვეს, რომ არ დაუჭიროთ მხარი ნაციონალურ მოძრაობას. რა სიტყვით ამ განცხადებასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება და კომენტარი როგორია? მე ვფიქრობ, ყველაზე კარგად მათ უპასუხეს თავისუფალი დემოკრატების დღევანდელმა ლიდერებმა, იმ ადამიანებმა, რომლებმაც არ უღალატეს თავიანთ ამორჩეველს და დგებიან დგანან იმ პოზიციაზე, სადაც იდგნენ აქამდე. და მათ უბრალოდ გამოამჟღავნეს ზედმეტი სწრაფვა, დაუოკებელი, კვლავ იყვნენ რაღაცნაირ თანამშრომლობაში ხელისუფლებასთან და ალბათ თანამდებობებიც მოირგონ. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყვნენ ოპოზიციაში, როგორც თვითონ თავიანთ ამორჩეველს ეუბნებოდნენ. ბატონ გია, აი ეს რაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ როდესაც საუბარი არის მეორე ტურზე, ნაციონალური მოძრაობა არ მოუწოდებს მხოლოდ თავიანთ და ჩვენ მხარდამჭერებს, რომ ხმა მოგცენ, არამედ ყველას, ვისაც ესმის რა ხიფათი შემცველია ოლიგარქიის ხელში კონსტიტუციური უმრავლესობა იმ ვითარებაში, როდესაც მას არ აქვს მოსახლეობის 25%-ზე მეტისაც კი მხარდაჭერა. ხო, ანუ 25%-ზე ნაკლების მხარდაჭერა აქვს და უნდა რომ აბსოლუტური ძალაუფლება კონდეს და იყოს მის ხელში კონცენტრირებული. აი ეს არის საფრთხე და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი, მოქალაქე, ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი აცნობიერებს ამას ყველაფერს, ამის საფრთხეს და ამ შემთხვევაში არ არის ლაპარაკი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა, არ მხარდაჭერაზე. ჩვენ უნდა მივცეთ ხმა წინააღმდეგ ივანიშვილის ხელში აბსოლუტური ძალაუფლების, უკონტროლო ძალაუფლების, საკონსტიტუციო ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. აი ამას უნდა მივცეთ წინააღმდეგ ხმა. ბატონ გია, აი ჩვენ ვადევნებთ თვალყურს თავისუფალ დემოკრატებთან. აქამდე მივიდა. თავისუფალ დემოკრატებში მიმდინარე პროცესებს, ხომ როგორ რადიკალურად განსხვავებული განცხადებები არის ყოფილ და ახლანდელ წევრებს შორის. გამორიცხავთ, რომ ეს გამოწვევა მალე დაუდგეს ნაციონალურ მოძრაობასაც. გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა თქვენს პარტიაშიც აშკარაა. გამორიცხავთ, რომ ეს საბოლოოდ მივიდეს განხეთქილებამდე და თქვენმა პარტიამ ვერ მოახერხოს ამ ერთიანობის შენარჩუნება, რომელიც ამ წუთას გაქვთ. მე გამორიცხავ ამას ნაციონალურ მოძრაობაში, რა თქმა უნდა, დებატები, დისკუსიები არის, როგორც ადრე იყო და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება, უბრალოდ ზოგჯერ ეს კამათი სხვა საკითხთან დაკავშირებით ტაქტიკურ თემებზე გამოდის ჩვენი პარტიის გარეთ და პრესისთვის ცნობილი ხდება, ზოგჯერ არა. ალბათ ისედაც თქვენ მიხვდებით, რომ წარმოუდგენელია ამ ყველა ორგანიზაციაში სულ ერთი აზრი იყოს და არ ხდებოდეს დისკუსია. ბუნებრივია, ყველა საკითხზე არის დისკუსია, მაგრამ რაც შეეხება სტრატეგიას, ჩვენ აქ ყოველთვის ერთიანი ვიყავით, ვართ და დარწმუნებული ვარ ვიქნებით. ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანას პირველი მოცილდეს ის ადამიანი, როგორც მართველი, როგორც ფორმალური თუ არაფორმალური მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, რომელმაც ქვეყანა უკან დახია ყველა მიმართულებით, დაწყებული ლარის კურსი, უმუშევრობა, ეკონომიკური ზრდის ტემპი, ექსპორტი, ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი გამთლიანების პერსპექტივის შექმნა და გაღრმავება და გამტკიცება ამ საკითხებისა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ავტორიტეტი, უსაფრთხოების თემა, ასე შემდეგ. ყველა მიმართულებით ჩვენი თვალთახედვით არგუმენტირებულად ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი არაერთხელ პოზიცია, რომ ქვეყანა უკან იხევს და ამიტომ ეს არის პრობლემა სახელმწიფოსთვის და მეორე ჩვენ გვინდა რომ ჩვენი გეგმიდან გამომდინარე, ჩვენი ხედვიდან გამომდინარე, ქვეყანა იაროს წინ, ქვეყანა მიმოძრაოს წინ, შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავზარდოთ პენსიები, შევძლოთ ეკონომიკის წინწაწევა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მოკლედ რომ ქვეყანა ამუშავდეს და წავიდეს წინ. ის გვინდა ხელისუფლება. თქვენი ამაში ვარ ჩეთანხმებულები. დანარჩენი ყველა თემა იქნება საკამათო, მათ შორის აი ამ ტაქტიკური საკითხების თაობაზეც გავაგზავნოთ მუდმივად კამას. ახლა რა თქმა უნდა
ამ ზეწოლის პირობებში, ამ დაშინების პირობებში, ამ მოსყიდვის პირობებში და იმის პირობებში, რომ ვიღაცები ფოჩიან კამპეტებზე იყიდებიან და 30 ვერცხლად ყიდიან, რომ იტყვიან სამშობლოს და ღმერთს და ქვეყანას, ესეთები ყოველთვის ყველა დიდ ორგანიზაციაში არის დაბუდებული და ვიღაცა ასეთი 1-2 ყოველთვის გამოხდება, ხო, რომელიც იტყვის, რომ აი ნაციონალური მოძრაობა გადატრიალებას აღწყობს ან რაღაცა გვირაბს თხრის ან რაღაც ეგეთ სისულელებს, ხო, რაც აწყობს ხელისუფლებას, მაგრამ მთლიანობაში ორგანიზაცია იქნება ერთიანი ბუნებრივი. თქვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შესulis შესახებ, ეს არის ასე ვთქვათ საკითხის ერთი მხარე, თუ შევხედავთ მეორე მხრიდან, თქვენი აზრით, პირადად თქვენი აზრით, რა უფრო დიდ დისკომფორტს შეუქმნიდა ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში თუ ნაციონალური მოძრაობა მცირე შემადგენლობით, მაგრამ პარლამენტში, რომელი უფრო რთული რეალობა იქნებოდა ხელისუფლებისთვის? მე ამაში ვარ ღმად დარწმუნებული, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არ იყიდება და რომელსაც ივანიშვილი ვერაფერს ვერ მოუხერხებს, ვალდებულია გამოიყენოს ყველა ის ბერკეტი, რომელიც მას ხელთ აქვს. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ცხადია მშვიდობიან ბრძოლის მეთოდზე, არაძალადობრივ მეთოდზე, კონსტიტუციურ მეთოდზე და ის რაც ჩვენ ამ გაყალბებების მიუხედავად, ამ ძალადობის მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც ხალხის თავისუფალი ნება არ იქნა გამოხატული, ჩვენ გვერგო საპარლამენტო მანდატები, მე უფრო თავისუფლად ვაპარაკობ, იმიტომ რომ მე პარტიულ სიაში არა ვარ და პარტიული სიით ნამდვილად ვერ გავდივარ პარლამენტში, ამიტომ ეს თავისუფლად შემიძლია თქვა, ჩემზე არ ვლაპარაკობ და იმიტომ აუცილებელია, რომ ჩვენ ეს რაც ვერ გაბედა ივანიშვილმა, რომ ჩვენთვის არ მოეცა, ეს ბერკეტი მაინც გამოვიყენოთ, რაც არის. ეს ჩვენ გაცილებით დიდი წარმომადგენლობა უნდა გქონდეს, მაგრამ ის რაც გვაქვს, ეს არ უნდა დაუთმოთ ივანიშვილს, არ უნდა დაუთმოთ საპარლამენტო ტრიბუნა, არ უნდა დაუთმოთ ის შესაძლებლობები, რასაც იძლევა პარლამენტში შიგნით მშვიდობიანი ბრძოლის საშუალება და ეს არანაირად არ გამორიცხავს სხვა ყველა მშვიდობიანი ფორმის გამოყენებას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ერთი მეორეს შეავსებს და ერთი მეორეს დაეხმარება ბუნებრივია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ბრძოლა გაგრძელდება, ეს ბრძოლა იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. რაც არ უნდა ილაპარაკოს ივანიშვილის ასე ვთქვათ მარიონეტებმა, რომ ნაციონალური მოძრაობა გადატრიალებას აწყობს, უკვე 4 წელიწადია მაგას ვისმენთ, ნაციონალური მოძრაობა რაღაცა ძალადობას აწყობს, ჩვენივე წერმებს თითქოს ჩვენვე ვაფეთქებ და ტერაქტებს უწყობთ, ეს ყველაფერი არის ტყუილი, მაგრამ ჩვენი ამოცანა როგორც იყო, ისე რჩება, რომ მშვიდობიანი კონსტიტუციური მეთოდებით შევძლოთ ამ ოლიგარქის უკანონო არაფორმალური მმართველის ხელისუფლებიდან ჩამოცილება. ეს ბრძოლა ეხლა არ დაწყებულა, ეს ბრძოლა ეხლა არ დამთავრდება. ბატონგია, აი თქვენ და ნაციონალურ მოძრაობას გამარჯვებით ჩვენ ამ ბრძოლას არ შევაჩერებთ. ხანგრძლივი ურთიერთობა გაქვთ პირადად თქვენ და ნაციონალურ მოძრაობას. ხო წლები გაკავშირებთ ერთმანეთთან. გახსენდებათ სხვა რომელიმე შემთხვევა, როდესაც ამ პარტიის დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის იდეას ვერ გაემარჯვა პარტიის შიგნით. რაიმე სხვა რამის მიმანიშნებელიც ხომ არ არის ეს, რომ შესაძლოა მომავალში პარტიის და სააკაშვილის გზები გაიყოს? მე ესე არ დავაყენებ საკითხს, რომ რაიმე იდეამ ვერ გაიმარჯვა, ჩვენ ყოველთვის როგორც უკვე გითხარით, კამათობდით ამ პარტიაში და ძალიან ხშირად იყო, რომ ჩემი იდეა ან მიხეილ სააკაშვილის ან სხვისი აღმოჩენილა უმცირესობაში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ ხშირად ყოფილა ესეთი რაღაცა. უბრალოდ ეხლა ეს საკითხი, რადგან ჩვენ ასეთი რამ არ ქონია ასე ვთქვათ ცხოვრებაში, რომ ასეთი გაყალბების პირობებში, ასეთი უკანონობის პირობებში ვართ, ასე ვთქვათ, არჩევანის წინაშე შევიდეთ თუ არ შევიდეთ პარლამენტში, ესეთი რამ ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში არ ყოფილა, ამიტომ ეს ერთგვარად განსაკუთრებული შემთხვევაა და ბუნებრივია ამ დისკუსიამ შეიძინა უფრო ფართე ხასიათი და ეს მხოლოდ ვთქვათ პარტიული ხელმძღვანელობის გნებად პოლიტიკური საბჭოს ვიწრო წრეში არ განხილდა, ბევრად უფრო ფართედ განვიხილეთ ეს და რეალურად არ დაგვიმალავს ამ დისკუსიის არსებობა. ასე რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ტრაგედიას ჩვენ არ ვქმნით და ჩვენი თავარი ამოცანა კიდევ ერთხელ ვამბობ არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ როგორც ერთიანმა ორგანიზაციამ, როგორც ეხლა ირკვევა სამწუხაროდ ერთადერთმა რეალურად ფუნქციონირებადმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ ბრძოლა ოლიგარქის წინააღმდეგ, რომ ან არ შეძლოს ამ ეტაპზე, რაც არის
ჩვენი მთავარი ამოცანა კონსტიტუციური უმრავლესობის ხელში ჩაგდება და შემდგომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს იმითი რომ ბატონგია, აი თქვენ რამდენჯერმე და მეორე მხრივ ვებრძოლოთ მშვიდობიანი მეთოდებით რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვაცილოთ. რამდენჯერმე ახსენეთ ამ ეთერშიც რამდენჯერმე ახსენეთ გაყალბება, ძალადობა, ზეწოლა და პირველივე დღიდან 8 ოქტომბრის საღამოსვე უკვე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იყენებდნენ ამ სიტყვას გაყალბებას. მე მაინტერესებს თქვენს პარტიას რამ შეუშალა ხელი იმაში რომ დაეცვა თავისი ხმები, თუ კი ასეთი მასშტაბური იყო გაყალბება, თქვენ დაახლოებით CESCO-ს მონაცემით დაახლოებით 9 მილიონზე ცოტა ნაკლები ხმა გიფიქსირდებათ ოფიციალურად. რა რესურსი არ გეყოთ იმისთვის, რომ დაგეცვათ თქვენი ხმები, თუ კი ასეთი მასშტაბური იყო ეს გაყალბება? ჩვენ ხმებს ეხლაც ვიცავთ აი ამ ბრძოლით, უბრალოდ მათ მიიწერეს ძალიან ბევრი, როგორც ირკვევა, აი ამ გაყალბებებით, რაც არაერთი კადრი გავრცელდა, რაც შევძელით და მოვიპოვეთ ეთერში, ბევრი არის Facebook-ზეც წარმოდგენილი, აი ამ დაშინებებით, იმ დატერორობით უამრავი ადამიანის სამსახურიდან დათხოვნით, უამრავი ადამიანისთვის სოციალური დახმარების მოხდით, ეს გაყალბება დაიწყო ბევრად უფრო ადრე. ეს გაყალბება არც თუნდაც იმ ძალადობით დაწყებულა, რაც კორცხელში მოხდა, ეს ბევრად უფრო ადრე დაიწყო. ანუ ეს არის კომპლექსური პროცესი და არა ის, რომ მანდამაინც არჩევნების დღეს სადღაც ვიღაცამ შემოიტანა რაღაცა შეკვრა ბიულეტენები და ჩაყარა ყუთში. ეს ასე არ მომხდარა, ესე მარტივად არ მომხდარა. ესე ამ მარტივი მეთოდებით გაყალბების წინააღმდეგ ჩვენი მექანიზმები ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა. უბრალოდ ეს ყველაფერი მანამდე ხდებოდა იგივე ადამიანებისთვის ბევრი პირადობის მოწმობის გამოწერით, იმ კარუსელებით რო აი შენმე მომიტან შემოხაზულ ცარიელ ბიულეტენს და მე გაგატან შემოხაზულ ბიულეტენს, რომელსაც ჩააგდებ ყუთში და ასე შემდეგ ბევრი სხვადასხვა მეთოდია, რომელსაც ფიზიკურად ვერ აკონტროლებს იქ ადგილზე მყოფი კომისიის წევრები. და კიდევ ერთხელ გიმეორებ, ეს არის ის ძალადობა, რომელიც აი ამ მთელი 4 წლის განმავლობაში ხორციელდება და განსაკუთრებით ბოლო წელიწადნახევარი გასაგებია ჩვენ დრო აღარ დაგვჭა პრაქტიკულად და ერთ შეკითხვას სავარაუდოდ მოვასწრებ თქვენთან. რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით კიდევ ერთხელ გამეორებ კორცხელის მაგალითს. პირდაპირ კადრებში ჩანდნენ დამნაშავეები და დღემდე ისინი დაუჯერებია. გასაგებია ბატონგია, დრო ცოტა გვაქვს და მე მინდა ბოლო შეკითხვა დაგისვათ. აი ამ და ბუნებრივია ჩვენ ვერ შევძელით ასე აი ამ ხმების დაცვა მაგ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ბერკეტი, რომ ეს ადამიანები, ეს დამნაშავეები, ეს მოძალადეები რაღაცნაირად წარმოვადგინოთ სასამართლოს წინაშე და ვაგებინოთ პასუხი. ამის საშუალება მხოლოდ შიდა პარტიული ბერკეტი არ გაგვაჩნია. შიდა პარტიული დისკუსიის ფონზე გიწევთ მეორე ტურში გასვლა. შეგიძლიათ გითხრათ რა შანსები გაქვთ რომ თქვენი აი კონკრეტულად თქვენ ხართ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 22 ოლქში გლდანში რა შანსები გაქვთ რომ დაამარცხოთ თქვენი კონკურენტი ქართული ოცნებიდან თან ფონი გარკვეულწილად ისეთი იქნება განცხადებებიც ისეთი კეთდება რომ აი ქართული ოცნება აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას და ასე შემდეგ აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით თქვენი ამომრჩეველი რამდენად მობილიზებული იქნება და გარდა ამისა როგორ აპირებთ სხვების ხმების მიმხრობასაც, იმიტომ რომ მხოლოდ თქვენი ამომრჩევლის ხმები არ ყოფნით არჩევნებში გასამარჯვებლად. არა, ჩვენი ხმებიც გვეყოფოდა, რომ ყოფილიყო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. პირველ ყოვლისა რახან ჩემი ოლქი ახსენეთ გლდანი მუხიანი. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც მიუხედავად ზეწოლებისა, მუქარებისა, დაშინებისა, მაინც მოახერხა და მოვიდა და ხმა მოგცა და ეს ხმა ძალიან ძვირფასია, თითოეული ხმა ჩვენთვის და მადლობა მინდა ყველას გადაუხადო კიდევ ერთხელ და მეორე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ადამიანებთან ერთად არის არმია ჩვენი თანამოქალაქეებისა, რომლებმაც სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიცეს ხმა და რომლებსაც არ უნდათ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში და ეს ადამიანები არიან ჩვენი მოკავშირეები, ვისაც კარგად ესმის, რომ არ უნდა დაუშვათ ბიძინა ივანიშვილის საკონსტიტუციო უმრავლესობა, მე არ მithkoms, რომ ეს უკვე არის, ეს ამის შანსი არის, რომ ესე მოხდეს და ეს ხელში ჩაიგდოს ივანიშვილი
ივანიშვილმა სწორედ ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. სამწუხაროდ უკვე ხელისუფლება მათ ხელშია, ასე ვთქვათ, უმრავლესობა მათ ხელშია და ამას ვეღარ შევებრძოლებით, მაგრამ ეხლა რასაც შეიძლება შევებრძოლოთ, ეს არის მათ ხელში, საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში ჩაგდებას და გარდა ამისა არის 50% მოგეხსენებათ ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებმაც არ ჩათვალა რატომღაც მიზანშეწონილად რომ მოსულიყო არჩევნებზე. მე იმედი მაქვს ამ ადამიანებისაც, რომლებიც დღეს დაინახავენ ამ საფრთხეს, კი შეიძლება არავინ რო იტყვიან გულზე არ ეხატებოდათ, მაგრამ ნამდვილად არ უნდათ ოლიგარქის მიერ ქვეყნის უკონტროლოდ მართვა, მისი საკონსტიტუციო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ვინაც პირველ ტურში არ მიიღო მონაწილეობა, იმედი მაქვს რომ გააცნობიერებს მის მოხალხეობრივ პასუხისმგებლობას და მობრძანდება არჩევნებზე და მიცემს ხმას ივანიშვილის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში ჩაგდების საწინააღმდეგოდ და მიცემს ხმას ნებისმიერ კანდიდატს, ვინც არ იქნება ქართული ოცნებიდან. ამ შემთხვევაში იქნება ეს თავისუფალი დემოკრატები, ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი კანდიდატი თუ ნაციონალური მოძრაობის. მადლობთ ბატონ გია გადაცემაში მონაწილეობისთვის. იმუშავებს ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. გია ბარამიძე ნაციონალური მოუწოდებ ყველას რომ მობრძანდნენ არჩევნებზე და ჩვენ გვაქვს კამპანია 1+1, ყველა ვინც აქამდე იყო მოსული არჩევნებზე, ჩვენ ვთხოვთ რომ ერთი ადამიანი მაინც, ვინც არ იყო მოსული არჩევნებზე ან სხვა საზრებდა ხმას და არწმუნოს რომ მოვიდეს და მოგცეს ჩვენ ხმა. გმადლობთ პირდაპირ ჩართვისთვის გიორგი ბარამიძე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გვერდით პირდაპირ ეთერში, მაჟორიტარობის კანდიდატი გუდანი მუხიანის 22 ოლქში და რეკლამის შემდეგ უკვე ქართული ოცნების პოზიციას